რა უნდა გავაკეთო ესეთ შემთხვევაში, როგორ ჩამოვაშორო აი ამ უბედურებას, რასაც ქვია, აი ასეთი ვიზუალური რაღაც ინფორმაციები, TikTok-ი, თამაშები და ამით მე ვფიქრობ, რომ ეწავლება ფსიქიკა და მოგიერება. რა უნდა გავაკეთო? დიდი მადლობა. ისეთი კითხვა არის, თქვენ როდესაც არც ერთი პედაგოგი არც ჰუმანური შემზადებული არ არის. ისე უცბად მოვიდა ეს ტექნიკა, რომ პედაგოგიკა ვერ შეემზადა ასეთი ამოცანების გადასაწყვეტად. ეხლა მე ვცდები ის აზრები მოგაწოდოთ, სუსტი აზრები, რომელიც შეიძლება ნაწილობრივ მაინც დაგეხმაროთ ამ საქმეში. პირველი, ბავშვს უნდა გახდე მეგობარი, აი როგორც ძმა. წაიყვანო შენ სამუშაოზე და უამბო საკუთარი ცხოვრებაც, ისაც რა პრობლემებს აწყდება მამა თავის შრომაში, სად იმარჯვებს, სად ვერა, კითხო აზრი. შეერშილო რას მიზე 14 წლის ბიჭია, რას მერჩევ, აი ამ ასეთი, აი უფროსი მყავს ესეთი, ან მე ვარ უფროსი და ეგეთი რაღაცა გამოუყენებელი ხალხის შემთხვევით თქვა, რას მერჩევ. და აი ესეთი მეგობრული რაღაცნაირი ურთიერთობა დამყარდეს მასთან. არა, გულგახსნილი. უყურეთ ხელები როგორ მაქვს, ეს მე ვარ, ეს ჩემი შვილია და ჩვენ ნაწილობრივ ერთმანეთში შევედით. მე რო ჩემი გაუზიარე, იმანაც ზოგიერთი თავისიც მითხრა. იმიტომ რომ იმასაც ხო აქვს თავისი ცხოვრება ჩემგან დაფარული და ბევრი აქვს. რა? და ცოტა გამიხსნა. მაგრამ მე ჩვენ ერთმანეთის საიდუმლოებები ვიცით, ცოტათი მაინც. აი ამ პირობებში მე შეიძლება ვთქვა, როგორც მამა ჩემმა მითხრა, მე შვილ ამას ხელი არ აქვს, ძალიან აქვთ ხო. აი ესე შეიძლება გაიყვანო სადღაცას, არა, მილნებაში წახვიდე წაიყვანო ესაც უთხრა, გაანგებ მიმყიღო რაღაცა სულში შეუძრეთ ერთმანეთს თქო. ან სადღაცას, ნუ რესტორანში სადღაცას წაიყვანო 14 წლის ბიჭია, თუთა რიცი შვილი იცი რა თავზე ვარ და მომწყდა მამა ვიყო შენი. მოდი რა ძმები ვიყოთ. მე შენ გაგიგებ და შენ მე გამიგერდ. აი აქედან დავიწყო დღეს აქედან. აღარ მინდა გეჩხუბო, აღარ მინდა წაგართვა, აღარ მინდა ეგეთი რაღაცები გავაკეთო გასულ. არ შეიძლება მეგობარ ვიყოთ ერთმანეთს გავუგოთ, აი დაუყენეს ამოცანა. 14 წლის ბიჭია. მე ასევე ქცეული ხშირად ჩემს პაადას და აი შოთა ნადერაშვილი იყო ცნობილი პროფესორი. ისა და მე ერთად წავიყვანდით ხოლმე ჩვენ შვილებს რესტორანში და ვაყურებდით როგორი ურთიერთობა ჰქონდა და რა გვინდოდა მათგან. ბევრი რამე აითვის. აი ეს ერთი ეს გზა. არა? და ასე გულახდილად ეტყვი. მეორე გზა ამ ასეთ ურთიერთობას შეიძლება საზღვაო რომ მე ძალიან მადღელებს აი ეს კომპიუტერი. განეის როგორ ახალს გიყიდი. კიდევ აბა ეგ დაძველდება სხვა უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ მაღლებს ის რომ შენ მაღალი იდეალის ბიჭი ხარ და დაბალ იდეალებზე არ ჩამოხვიდე. დიდი გემონება გაქვს და დაბალ არ დაქვეითდე. არ დაქვეითდე. დიდი გზა გენის და პატარა გზა არ აირჩიო. ეს გაგაჩერებს დღეს აი ამაში როცა აი ეს უნდა კეთებოდეს ამ დროს. აი ეს მაღლებს მე და მოდი გადამაწყვეტი ეს ამოცანა როგორ მოვიქცეთ თქო. აი ასეთი ძალიან გულწრფელი საუბარი არა რაღაცას გაუგოს ბავშვს. უთუოდ მოზარდს რომ დაინახავს მამის ასე ვთქვათ უმწეობასაც კი რა რამდენსაც ცდილობს უნდა და აღარ უნდა მეტი ზომა მიიღოს ჩხუბი და წართმევა და რაღაცა აღარ უნდა ესა. სხვა შეძლებს და ვერ პოულობს. თუ ბავშვი ამას მიხვდა, არა, ბევრს გაგიგებს და თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ ეს შესაძლებელი იქნება. შემდეგ თვითონ არ უყიდე ეს კომპიუტერი? იქ უნდა დადებულიყო ხელშეკრულება. აი შენ გინდა ესა? ყიდულობ ამას. ეს მე იაფად არ მიჯდება. ეს ოჯახს უნდა მოვაკლო, ცოლს უნდა მოვაკლო, შენ ძმას და ეს აი ყიდულობ და გაზდევ მას, მაგრამ თუ ეხლა შენ ამან დაგიმონა, იცოდე მე მაგას დავლეწავ. თუ შენი გადარჩენა მინდა. მაგრამ თუ შენ ამან სიკეთე მოგიტან, იმიტომ რომ ცოდნა შეგძინა, ახალი ცოდნა, განავითარა შენი გონება, გაგიხსნა ურთიერთობის გზები და სხვა და არ მიგაჯაჭა წინწურ რაღაცა და ცუცუდ რაღაცებზე. არა? მაშინ მითხარი და კიდე სხვას გიყიდი. უკეთეს. უფრო სწრაფს და სხვა მურა თუ არა და ეხლა მეიცოდე რა, მიყვარხარ ძალიან და აი ეს დაუნდობლად დავლეწავ მაგას. შენი გულისთვის. რასაკვირველია, ეს უკიდურესი ზომაა. და როცა საქმე აბდონებდია მისული, უკიდურესი როგორც ქირურგიაში რომ არის რა, ან გადარჩება, ან არ გადარჩებაო. თუმცა მივიღოთ ზომა. არა? აი ესეთი ზომა შეიძლება
მიიღო. პირველ რიგში ეს არის, რომ ხელი ჩამორთვარ შვილო, მოდი რა ძმები ვიყოთ. მოდი რა გამიგი, მეც კაცი ვარ, ამდენი სამუშაო მაქვს, ამდენი საზრდამი მაქვს. მოდი ამომიდექი რა მხარში. კაცი მინდა გახადო და შემეშვედე, იმიტომ რომ ეს ძალიან ძნელი რაღაცა ყოფილა. გულწრფელობა, იცით? გულწრფელობა.